ზოგადად ძალიან კარგი პრაქტიკაა, როდესაც დედაქალაქის მერე ყოველ 4 წელიწადში ერთხელ აბარებს თბილისის მოსახლეობას ანგარის განხორციელებული პროექტების შესახებ, დედაქალაქის განვითარების შესახებ. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ანგარიში, რომელიც უკავშირდებოდა ურბანულ პოლიტიკას და ტრანსპორტის საკითხებს. Თქვენ ხედავთ, რამდენი რამ გაკეთდა დედაქალაქში ურბანული განვითარების მიმართულებით, ასევე ტრანსპორტის სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით. Არტო ეს პრეზენტაცია მოიცავდა დაახლოებით 20 მიმართულებას და თითოეული მიმართულებით არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგები. ხო, ტრანსპორტი არის სრულებით განახლებული, ურბანული ქსელი არის მთლიანად განვითარებული და მარტო რადგეს იმის ხსენება, რომ 12000 ოჯახი თბილისში დაკმაყოფილდა. ეს არის ეს ოჯახები, რომლებიც დაზარალებული იყვნენ პრობლემური მშენებლობებით. ხო, უამრავი რამ გაკეთდა დედაქალაქში და ამის შედეგები არის ვიზუალურადაც ძალიან თვალსაჩინო. თქვენ ხედავთ, რომ დღეს დედაქალაქი არის ბევრად უფრო განსხვავებული, ვიდრე იყო 8 წლის წინ და ვიდრე იყო 4 წლის წინ და რა თქმა უნდა ეს განვითარება უნდა გაგრძელდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ კახაკალაძე შემდეგი 4 წლის განმავლობაში კიდევ მეტი სიკეთეს მოუტანს ჩვენს დედაქალაქს. ბატონო, ჩორჩანის საგუშაგო საქმესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, როგორც ვიცით, რომ პროკურატურაში დაწყებული არის გამოძიება და გამოყენება. ჩორჩანის პრინციპში არ უარყოფენ ისინი მართლაც აფინანსებდნენ რამდენიმე მედია საშუალებას და მათ შორის განწყობებში თქვენს მოდელი ისინი საუბრობენ უნდა გაგრძელდეს ეს თანამშრომლობა და მოუწოდებენ თვითმმართველობის არჩევნებზე იყოს ჩართული ეთნიკური თქვენ როგორც მედიით კაპიტანის საუბრს აპირებთ თუ არა ევთოდერის მოწოდებას რაც შეეხება თანამშრომლობას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის, რა თქმა უნდა ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ამისათვის. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა ებრძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. და ამ კუთხით კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ იყო გარკვეული მაგიერი პრაქტიკა, მათ შორის ექსტრემიზმის და ფინანსების მაგიერი პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები ხელს უშლის ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას. თქვენ იცით, იყო ბოლო პერიოდშიც იმის მცდელობა, რომ რამდენიმე ორგანიზაცია დაფინანსებული იყო, ეს არის რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული ორგანიზაციები, იცით ამის თაობაზე, ხო იგივე ტაბულა, იგივე მომავლის აკადემია, რომელიც არის ფრანკლინის კლუბის გაგრძელება. ისინი არიან ექსტრემისტები ამ თქვენ უნერვიულობთ, მე გპასუხობთ თქვენს კითხვებს. ევთოდერის მოიწევთ თუ არა ევთოდერის თქვენ იცით, რომ ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ევთოდერს. გადახვევები ხდება, მათ შორის ჩვენს ქონა ასეთი გადახვევა, მაგალითად 2021 წელს გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან. ასე სხვადასხვა ქვეყანაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევენ ევთოდერს, თუმცა ეს არის მხოლოდ გამონაკლისი. სტანდარტული უნერვიულობთ, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო არჩევნებზე ხდება ხოლმე ევთოდერის მისიის მოწვევა. ეს ამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ზედმეტი იქნება ევთოდერის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით და რაც შეეხება ევთოდერს. თქვენ იცით, რომ ევთოდერი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს და ევთოდერმა დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ არ დაინტერესდა ამ დასკვნით. და დღეს იგივე ადამიანები, რომლებმაც საერთოდ სრული იგნორირება გაუკეთეს ევთოდერის დასკვნას, ვთხოვენ ჩვენ ევთოდერის მოწვევას. თქვენ ეროვნულობას თქვენთვის შენახავს გაგიგებთ. ბატონო, ჩორჩანის საგუშაგო საქმეზე ერთი წუთით რიგში ვარ. ჩორჩანის საგუშაგო საქმეზე მინდა გკითხოთ, როგორც ვიცით, დაწყებული არის გამოძიება, პროკურატურაში მომდინარეობს გამოკითხვები. თქვენ რა პოლიტიკური კითხვები გექნებათ გიორგი გახარიასთან მიმართებაში და ზოგადად ამ საქმის ირგვლივ? მაშინ და თანამდებობის პროგრამული რომ ყოფილი შესაბამისი კოორდინაციის შედეგებიც მოხდა საკუთარ ჩათმას არ მოხდა ამაზეც. დიახ, ნუ მეც ასე მგონია. თავის დროზე არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიამ, რომელიც მაშინ იყო შენობის მინისტრი, არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში მის მიერ დაგეგმილ ქმედებებთან დაკავშირებით. არც ქედიშვილი ინფორმირებული. ერთსამით, ხო, მეც ქედიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო და რა შუაშია, ნერვიულობ და ამიტომ არაადეკვატური ხარ. ნერვიულობის გამო ხარ არაადეკვატური. ინფრასტრუქტურის მინისტრმა რო იცოდა, ეს არის მთავრობის წევრი, ხო მე. ერთი წამი.
თუ დამამთავრებინებთ, მიხვდებით, რომ არაადეკვატური ჩართულობა გაქვთ კითხვებში. ნახეთ, რატო ხართ არაადეკვატური? ნახეთ, რატო არის არაადეკვატური? საქმის კურსი არ ჩააყენა არც უსის უფროსი, არც პრემიერ-მინისტრი, არც სხვა ძალოვანი სტრუქტურები და ჩააყენა მარტო ინფრასტრუქტურის მინისტრი. დასტურებულად იცით, რომ პრემიერი არ ჩააყენა საქმეს. კი, მე ესე ვიცი. პირადად ამკაბახტაძისგან ვიცი მე ეს, რომ ის არ იყო საქმის კურსი ამასთან დაკავშირებით. ადრეს ძველი ამბავია და თქვენ რო არ ნერვიულობდეთ. თქვენ რო არ ნერვიულობდეთ, არ გეკნებოდათ არადა. ბატონო, ჩარჩალის საქმესა დაუბრუნდით. ამაზე მე ჩემი კომენტარი გაკეთებული მაქვს, იყო ზარი დიპსტეიტიდან და ამას მოყვა მისი გაპრემიერება საბოლოო ჯამში ყველაფერი გაგრძელდა და დასრულდა ისე, როგორც შედიოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში. გარკვეული კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა იყო გარკვეულ ეტაპზე საჭირო, თუმცა თქვენ იცით, რომ დღეს დიპსტეიტი. თუმცა თქვენ ხედავთ, რომ დღეს ჩვენ არავითარ ასეთ კომპრომისებს აღარ ვშევით. ანუ დიპსტეიტი მართავდა ბატონო ირაკლი ამდენი წელი? ადვოკატურა დაკარგული ნერვულობის დიპსტეიტთან წახვედით კომპრომისზე და რას ნიშნავს მაშინ ეს განმარტება? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, რომელიც არ ყოფილა ამ საკითხთან დაკავშირებით, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი უნდა ყოფილიყო საქმის კურსში. რა თქმა უნდა, არავინ საერთოდ არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში. ხო, ეს უკვე თავისთავად ხვაჩებს, ეჭვებს. თუ რაღაც ისეთი არ ხდებოდა, ხო? რაღაც პრობლემური თუ არ ხდებოდა, რატომ არ ჩააყენა არავინ საქმის კურსში? არც პრემიერ-მინისტრი, არც უსის უფროსი, არც სხვა დაზვერვის ხელმძღვანელი, არც სხვა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი, არც ერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი არ იყო ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში და არც ევროკავშირის მონიტორინგის მისია არ იყო ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა უცნაურს აკეთებდა, ხო? დილად რომ ვთქვათ, ბატონი გიორგი გახარია, ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან და რეალურად ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი-მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, ხო, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და თქვენ იცით მე რა შედეგები მოყვა ამას ჩვენი ქვეყნისთვის. ამის მინი-მოდელი იყო ჩორჩანი, ხო? გადაიდგა არასწორი ნაბიჯი, რასაც მოყვა მილიონი კვადრატული მეტრი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დამატებითი ოკუპაცია, ხო? რა თქმა უნდა ეს არის განსხვავებული. თქვენი სიტყვებია ბატონო ირაკლი და უცხოეთის აგენტზე ამბობთ. ეს კოვიდს ეხებოდა კოვიდის მართვის თემას, მეც არაფერს. როგორც თქვენ ამბობთ, დიდი მნიშვნელობა აქვს. ოპოზიცია ემზადება ბატონო ირაკლი, ოპოზიცია არ ბატონო უცხოეთის აგენტი ხავდათ პრემიერ-მინისტრი? თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა და თქვა, რომ ჩვენი უნდა შევშალოთ ამ პროცესად. რასაც აქამდე ამბობთ, თქვენ პოზიციის კონკრეტული გადაწყვეტილებას და სადასტურება მისის განცხადება მმართველობის წარმომადგენლობის პროცესს. თქვენ როდის გაცნობთ თვითმმართველობის არჩევნებს? ზოგადად რა შანსები აქვს ოპოზიციას არჩევნების? თვითმმართველობის არჩევნებს მარტივად ყველა მისის რეიტინგები ჩვენ დღეს გვაქვს იმაზე მაღალი რეიტინგი, ვიდრე ჰქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ. ანუ მაშინ თუ ავიღეთ 54% საპარლამენტო არჩევნებში, დღეს შეგვიძლია ავიღოთ ამაზე მეტი, ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ოპოზიცია არის აბსოლუტურად განწირული. ჩვენ მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. ასეთ ვითარებაში აღარ იციან რა ქნა, თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ მიიღონ საკრებულოებში. თან მეორე მხრივ ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირული არიან მარცხისთვის. ამასთან არის დაკავშირებული შიდა რაღაცა ბრძოლები, რომელსაც ხედავთ ჩვენ ოპოზიციაში, რაც კარგია და მთავარია, ოპოზიცია არის აბსოლუტურად დაშლილი და მოშლილი. ამაზე ერთსაც დავასრულებ. გორის ჩელე უგუა, ასევე ასეთი რამ, რომ ახლა ოპოზიცია ისჭება წინამორბედელი რევოლუციის გამო. ვის ხედავს ეს? კარგია ვისმენთ ხშირად აღიარებებს და ესეც არის მოვიგი აღიარება იმისა, რომ რეალურად ოპოზიცია იყო თავიდან ბოლომდე ჩართული რევოლუციის ორგანიზების მცდელობაში. ხო, სხვა არაფერი არ იყო ის, რასაც ხედავდით ჩვენ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს იყო, რა თქმა უნდა, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა, თუმცა ეს მცდელობა ხოლმე დაინახა, რომ ჩავარდა. ყველა სამწუხარო ის არის, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული გარე მხარდაჭერა რევოლუციის მცდელობაში, თუმცა ამის მიუხედავად მათი მცდელობა აღმოჩნდა წარუმატებელი, რაც არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს განვითარება. ჩვენ დღეს საუბარი ჰქონდა თბილისის განვითარებაზე, ხო? ამაზე ვარ ჩვენ კონცენტრირებული, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი დედაქალაქი, როგორ უნდა განვითარდეს ძალიანად ქვეყანა. ამ დროს ოპოზიცია არის თავიდან ბოლომდე მომართული საბოტაჟისკენ. ეს არის მათი დამოკიდებულება და ეს არის თავარი მიზეზი,
რატომაც ხალხი არ ელოდება. ბატონო ირაკლი, ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი სუვერენული ერების ევროპა დღეს წარადგენს ალტერნატიულ რეზოლუციას, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა ყველა სტანდარტის დაცვით, რომ შევაფასოთ ეს რეზოლუცია და რამდენად ექნება მას მხარდაჭერა ევროპარლამენტში. ნუ ზოგადად ყველა ხედავდა რა ხდებოდა საპარლამენტო არჩევნების დროს. ხო, საბაბიც კი არ დავტოვეთ არავითარი იმისათვის, რომ ვინმეს ესაუბრა საპარლამენტო არჩევნებში არათუ გაყალბებაზე, რაიმე სერიოზულ დარღვევაზე. ხო, ძალიან მარტივად ყველა აღიარებს, რომ 2 მილიონზე მეტი, დაახლოებით 2.100.000 ამორჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებზე. მის მიცემა ხდებოდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და ღილაკზე თითის დაჭერით იბეჭდებოდა უქმები. აქ სად შეიძლება მოხდარიყო რაიმე მანიპულაცია. ანუ მინიშნების დონეზეც კი ვერაფერს ამბობენ ამასთან დაკავშირებით, თუმცა წინასწარვე იყო დაგეგმილი ეს ხალხი კამპანია, არჩევნების დელეგიტიმაციის ხალხი კამპანია და დღემდე არიან ამ ჩაგედელ წრეში ჩარჩენილები. თუ დააღწევენ თავს ამ ჩაგედელ წრეს, ეს არის უკეთესი ოპოზიციისთვის, თუმცა მე მგონია რომ ამ წრეში დარჩება. სიამაყლობელზე აპირებენ ევროპელი დეპუტატები მიიღონ რეზოლუციას საგანგებო, სადაც ჩაიწერება, რომ უნდა დასანქციებდნენ პოლიციელები და ცრუმოწმეები, ვინც აძლევენ ჩვენებებს სასამართლოში. აი, ამ რეზოლუციაზეც რომ გითხრათ, თქვენთვის რამდენ მნიშვნელოვანია? საერთოდ არ არის საინტერესო მომენტი. არა, უვიზოზე უნდა უვიზოზე უნდა გითხოთ, არსებობს თუ არა უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე. ნახეთ, ქართულ ხალხს აშანტაჟებენ უკვე ამდენი წელია. გრძელდება 4 წელია ქართული ხალხის შანტაჟი, თუმცა ყველამ უნდა დაინახოს, რომ ქართული ხალხი შანტაჟს არ წამოიგება. ესეც არის ქართული ხალხის დაშანტაჟების ორგი მცდელობა. ყველა უნდა შეეგოს იმას, რომ ქართული ხალხი არ ყვება ამ შანტაჟს. არ არის ეს სწორი. ქართული ხალხის შანტაჟი შეჩერდეს ეს უვიზო რეჟიმი. თქვენ პასუხისგებლობას ხედავთ. ქართული ხალხის შანტაჟი არის აბსოლუტურად არასწორი. როდესაც ქართულ ხალხს ერთადერთი ხელშესახები სარგებელი აქვს მიღებული დღემდე ევროკავშირისგან, ეს არის უვიზო მიმოსვლა. და როდესაც ქართულ ხალხს ერთსამით მე რას ვარ თუნდაც ისინი ლაპარაკობენ. ნაბიჯების გამო ამ ყველაფერზე საუბარი ბატონო. ვიღაცებს წინთ რომ ნაცმოძრაობა ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში. და ამის გამო ევროკავშირში წინთ ეს? რა თქმა უნდა ევროკავშირში წინთ ის ადამიანები, რომლებიც საუბრობენ დღეს ასეთ თემებზე, ხო, რომლებიც ცდილობენ დააშანტაჟონ ქართული ხალხი. ისინი არჩევნების წინაც აშანტაჟებდნენ ქართულ ხალხს. თქვენ გახსოვთ პირდაპირ ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და პირდაპირ დააშანტაჟა ქართული ხალხი, პირდაპირ მოუწოდებდა მათ შორის საზოგადოებას, რომ მაქსიმალური აქტიურობით გასულიყვნენ საარჩევნო უბნებზე, რათა ჩამოეშორებინათ არსებული ხელისუფლება. ხო, ამ შანტაჟმაც არ გაჭრა, არაფერმა არ გაჭრა. მაინც აგრძელებენ შანტაჟს, არ არის ეს სწორი მიდგომა, არ არის ეს დასახე, არა, ქართული ოცნების წინააღმდეგ. არა, ესეთი რაღაც ქართული ოცნების წინააღმდეგ მიეცით. ციტატა ამოიღეთ, პირდაპირ თქვა, ქართული ოცნების ხელისუფლება აშორებსო ქვეყანას. და ამიტომ და სრულად დამობილიზდეთ ამ არჩევნებზე. პირდაპირ მოუწოდა ქართული ოცნების წინააღმდეგ მის მიცემისკენ პირდაპირ ჩაერია უხეშად ევროკავშირის ელჩი. არ მოგეწონა ჩემი პასუხი ამიტომ. არა, ეს რომ მითხრათ, შეჩერდება, როგორ ფიქრობთ უვიზო რეჟიმი? მე მგონია არა, რა ვიცი, მე მგონია რომ ეს არის შანტაჟი ქართული ხალხის წინააღმდეგ. რატომ არ მგონია მე გეტყვით? ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი. ასეთ შესაძლო არაგონიურ ქმედებასაც ეს ადამიანები მიიღებენ საკადრის პასუხს ქართული ხალხის მხრიდან. რას გულისხმობთ ეს რომ დაგვიკონკრეტოთ? მე რა ინფორმაციაც მაქვს, წარდგენილი კანდიდატი ბატონი გიორგი გვარაგიძე არის გამორჩეული მაღალი პროფესიონალიზმით. მე იმედი მაქვს, რომ ის მოეყვება საქართველოს პარლამენტის წევრობას და მე მგონია, რომ ის კეთილსინდისიერად მოემსახურება იმას, რასაც ქვია ჩვენს ქვეყანაში სამართლის უზენაესობის დაცვა. ნატოს სამიძე მიწვეული ხართ თუ არა ბატონო? ვერ გეტყვით. არ გაქვთ ინფორმაცია? ჯერ არ მოგწიათ? ყველაფერზე მაქვს ინფორმაცია. ნუ რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, თქვენ ხედავთ როგორ ვითარდება მოვლენები ბოლო პერიოდის განმავლობაში. ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოებიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანებაზე. ნუ რაც არის ფაქტი, რაც არის მოცემულობა. ნუ ნახოთ მომავალში როგორ განვითარდება. თქვენ არ ხართ მიწვეული ამ სქემაზე, იმიტომ რომ 2 წელია პრემიერ-მინისტრი არ ჩასულა ნატოს სქემაზე. არ გიპასუხეთ, ხართ თუ არა მიწვეული? იმ პირობებში, როდესაც პასიურ რეჟიმშია
გადასული მათი გადაწყვეტილებით, ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება, მათი გადაწყვეტილებით ურთიერთობები, ასეთი საკითხები აღარ არის. პრიორიტეტი არ არის თქვენთვის ნატოში ინტეგრაცია. ჩვენზე არ არის საუბარი, მათთვის არ არის. თქვენთვის თუ არის ნატოში ინტეგრაცია პრიორიტეტი? და მე უსაფრთხოების ვერ ეს ვისაუბრებ იმ თემაზე, რომელიც პასიურ რეჟიმში გადაიყვანა თავად ნატომ.